ქართული საპარლამენტო დელეგაცია რუმინეთში იმყოფება. დელეგაციაში პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეები ნიკოლოზ სამხარაძე და ლევან მახაშვილი შედიან. ისინი უკვე შეხვდნენ სენატის თავმჯდომარეს და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების წევრებს. ქართულ დელეგაციას რუმინელმა კოლეგებმა 2024 წლის არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს. ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ეკონომიკურ მიღწევებზეც. ისაუბრეს ევროინტეგრაციაზე და საქართველოს მიმართ მხარდაჭერა დააფიქსირეს. გარდა ამისა, განიხილეს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი და ამ კონტექსტში უკრაინაში მიმდინარე მოვლენები. აინტერესებთ ქვეყანაში მიმდინარე, საქართველოში მიმდინარე მოვლენები, რეგიონში მიმდინარე მოვლენები, როგორია ჩვენი ხედვა იმ გეოპოლიტიკურ ცვლილებებზე, რაც ჩვენს რეგიონში და მსოფლიოში მიმდინარეობს. მსგავსად ჩვენი ინტერესის საგანიც, რა თქმა უნდა, წარმოადგენს რუმინეთში მიმდინარე მოვლენები, მათი ხედვა ევროკავშირზე, ნატოზე, უკრაინაში ომზე, ამერიკა, რუსეთს შორის მოლაპარაკებებზე და შესაძლო შედეგებზე ამ მოლაპარაკებების. მთელი ეს ფართო სპექტრია იმ საკითხების, რაც განვიხილავთ. ჩვენ თანხვდებით, ორივე მხარე თანხვდება, რომ ისტორიული ცვლილებების მოწმე ვართ. და ამ ცვლილებებში, ამ საშიშ პროცესებში მნიშვნელოვანია ერთი მშვიდობა და მეორე ორმხრივი ურთიერთობებში არსებული შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება. პარლამენტარებმა მოგვილოცეს ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები, გამოთქვეს ასევე მზადყოფნა თანამშრომლობის. რუმინეთი არის ის ქვეყანა, რომელიც საქართველოს ძალიან გულმხურვალედ უჭერდა ყოველთვის მხარს და მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ისინი საქართველოს ევროკავშირში წევრობის მომხრენი არიან, თუმცა ისინი ასევე ხედავენ იმ პრობლემებს და იმ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებას, რომელშიც საქართველო იმყოფება და აქედან გამომდინარე ისინი ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში ალტერნატივა დიალოგს და ასე ვთქვათ ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაფართოებას არ აქვს და ამიტომ მნიშვნელოვანია ეს ვიზიტი, რადგან საპარლამენტო დიპლომატია ამ ხრივ ძალიან დიდ როლს თამაშობს. ეს იყო ძალიან საინტერესო და მეგობრული შეხვედრა საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებთან. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა უკეთ გაგვეცნო საქართველოს შიდა ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობა და ის თუ როგორ ფიქრობს საქართველოს მთავრობა პრაგმატული ფორმით, საუკეთესო გზის და საუკეთესო მიმართულების შესახებ, რათა მტკიცედ და სტაბილურად განაგრძოს ევროკავშირისკენ სვლა. ეს ასევე იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა კიდევ ერთხელ დაგვედასტურებინა ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ძალიან კარგი და სასიამოვნო ორმხრივი ურთიერთობები და რუმინეთის მხრიდან საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მუდმივი მხარდაჭერა. ასევე ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო აზრთა გაცვლა უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის შესახებ, განსაკუთრებით შავი ზღვის რეგიონთან დაკავშირებით. ორივე მხარემ, განსაკუთრებით რუმინეთის მხარემ, გამოხატა თავისი რწმენა იმ ეფექტურობასა და წარმატებულ გზასთან დაკავშირებით, რომლითაც საპარლამენტო დიპლომატია შეუძლია წინსვლის შეტანა ორივე ქვეყნის, რუმინეთისა და საქართველოს სასარგებლოდ.